კიდევ ბევრი ადამიანი მეკითხება ტექნიკურ მხარეებზე დადე ვიდეო და მოდი დღეს განვიხილოთ მანქანის ტექნიკური მხარე, ავხადოთ ხუფი და ჩავხედოთ რა ხდება შიგნით. ვაღებთ გარებს. გავხსნით ხუფს ამ რილაკით. გადავდივართ მანქანიდან. ავხადოთ ხუფი. აქ არის პლასმასი, რომლითაც იწევა, აი შეხედეთ ამ პლასმასს ამოწევ, დაიჭერ და აწევთ ხუფს ზევით. შემდეგ მოცემული ნიშნულით უნდა დავიკავოთ ხუფი და ჩავხედოთ ძრავს. ესე იგი, ძრავში არის სულ რაღაც 4 სანახაო. მაინც რომ ისედაც ეს არის თლიანი ძრავი. ზეთის ცეცი არის შუაში, ზუსტად შესამოწმებელი ეს ყვითელი. ეს უნდა ამოვწიოთ ზევით, გავწმინდოთ. შემდეგ ისე უნდა ჩავდოთ ესეთ მდგომარეობაში, უნდა დაველოდოთ 1-10 წამი. მანქანა უნდა იდგეს აუცილებლად სწორზე, ისევ ამოვიღებთ ჩვეულებრივად და შევხედავთ მინიმუმი და მაქსიმუმი. მაქსიმუმი და მინიმუმი შუაში უნდა იყოს, ან მაქსიმუმთან უნდა იყოს აუცილებლად ზეთის დონე. შემდეგ ჩავდებთ ისევ ჩვეულებრივად წყლის მინისაწმენდის რეზერვუარი. ეს უნდა იყოს ყოველთვის მაქსიმუმზე. შეიძლება იყოს მარცხენა მხარეს, შეიძლება იყოს მარჯვენა მხარეს ჩვეულებრივად. ანტიფრიზი ჩვენ ენაზე როგორც ეძახიან ხოლმე, მაგრამ ქართულად ქვია ძრავის გაგრილების სითხის რეზერვუარი. მაქსიმუმი, მინიმუმი, მაქსიმუმის და მინიმუმის შუაში უნდა იყოს სითხე, ან მაქსიმუმთან. არ უნდა იყოს მინიმუმზე და მინიმუმზე დაბლა. ეს შეიძლება ანტიფრიზი ან ძრავის გაგრილების სითხის რეზერვუარი იყოს მარჯვენა მხარეს აქეთ. ეგაც იცოდეთ აუცილებლად. ეს არის სამუხურწე სითხე. სამუხურწე სითხესაც აქვს გვერდზე ნიშნული, მაქსიმუმი, მინიმუმი უნდა იყოს შუაში ან მაქსიმუმთან, არ უნდა იყოს მინიმუმზე და დაბლა. მარტივად რომ დაიმახსოვროთ, ესე იგი, ამ შემთხვევაში კონკრეტულ მანქანაზე საჭის მარცხენა მხარეს სამუხურწე სითხე, შუაში ზეთის ცეცი, მარცხენა მხარეს წინ სუსუ პირდაპირ წყლის შესასხმელი რეზერვუარი და ისევ მარცხენა მხარეს სუსუ გვერდზე მждომის მხარეს ანტიფრიზი ან ძრავის გაგრილების სითხის რეზერვუარი. მოდი ახლა შევხედოთ საბურავებს, დავუყუროთ ხუთი. ესე იგი, საბურავების მონაცემები უნდა შევამოწმოთ თვითონ საბურავებზე და მას შემდეგ რაც შევამოწმოთ თუ რა ზომის არის საბურავი, მოდი ახლა წავიკითხოთ ჩვენი საბურავი რა ზომის არის. აუცილებლად უნდა მიხვდეთ ზომებს სწორედ, ნახე, 185-60-ია წერია 1.15, ანუ 1.15 არის ზომა დისკის რაც არის და 185-65-ზე საბურავის ზომა. პირველ რიგში უნდა მიხვდეთ საბურავი არის კარგი თუ არა, სასიარულოდ. აუცილებლად უნდა ეტყობოდეს ჭრილები და არ უნდა იყოს გასლებული მთლიანად, თორე ისეთი საბურავებით გადაადგილება არ შეიძლება. ასევე საბურავი არ უნდა იყოს 1/6-ზე დაბალი, ანუ ეს ნიშნავს, რომ 1/6-ზე დაბალი თუ არის, დაშვებული არის საბურავი და რომლის გამოყენება და გადაადგილება საფიფათოა გზისთვის. საბურავის ზომები არ იწერება კარებში, აქეთ მხარეს. ან იწერება ბაკის გამოსაღებში. რადგან 1.15-ია, გამოვაღებთ ახლა ბაკს, წავიკითხავთ სად არის 1.15. გვერდზე პირველივე მარცხენა მხარეს 1.15 და წნევის ზომა არის 2 და 3, ანუ საბურავი დაბერილი უნდა იყოს 2 და 3-ზე. რაც შეეხება სიმციმებს, რაც შეეხება მუხრუცს, რაც შეეხება ავარიულებს, თეორიული თვალსაზრისით მოწმდება როგორც ანუ მაგალითად თუ შიგნიდან სალონიდან განახებთ როგორ ირთვება, მაგრამ თუ სალონიდან ჩავრთეთ და ეს პასუხი არ იყოს საკმარისი, მაშინ უნდა უთხრათ თეორიულად გარედან მესამე პირის მეშვეობით უნდა შემოწმდეს მანქანა, რომ ანთებდეს ყველა ციმციმა. თუ ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, მარცხენა მხარეს უნდა ანთებდეს, რა თქმა უნდა, უკანა, წინა და ზოგ მანქანას ასევე აქვს სარკეზე ციმციმა, ანუ იგივე პავაროტნიკი. დააკვირდებით და სამივე შემთხვევაში უნდა უპასუხოთ. მაგალითად, მოდი დავქოქოთ მანქანა, ჩავთოთ ავარიულების და შევხედოთ, შევამოწმოთ მუშაობს თუ არა. შუაში არის ავარიულები, აი სამკუთხედი ნიშანი, ზოგჯერ აქ ქვევით ხარეს ხოლმე და იგიცოდეთ. გვერდით ამუშაობს. შევხედოთ წინებს. წინებიც მუშაობს. და აქეთა გვერდითაც მუშაობს. ეხლა გადავხედოთ უკანა მხარეს. რა თქმა უნდა, უკანაც უნდა მუშაობდეს ორივე მხარე. უკანებიც მუშაობს ორივე მხარე. ეს ავარიულები. რაც შეეხება ეხლა ციმციმებს. გავთიშავთ ავარიულებს ამ შემთხვევაში.
ჩავხდეთ მოდი მარცხენა ციმციმა და შევხედოთ მუშაობს თუ არა. მარცხენა მუშაობს, წინაც მუშაობს და შევამოწმოთ უკანაც მუშაობს თუ არა მუშაობს. ეხლა მარჯვენა მხარე ჩავხდოთ და მარჯვენა მხარე შევხედოთ მუშაობს თუ არა. წინა მუშაობს, გვერდით ესარგეც მუშაობს და შევხედოთ უკანა მუშაობს თუ არა. უკანა მხარეც მუშაობს. ესე მოწმდება ავარიულები და ციმციმები. როდესაც მუხლს დააჭერთ ფერს, რა თქმა უნდა, უკანა ნათურები უნდა ინთებოდეს დამუხრჭების დროს. ეხლა შიდა მხარე შევამოწმოთ. როგორ მოწმდება წყლის რეზერვუარი, მინის საწმენდი. გავთიშოთ ავარიულებით. ეხლა ღილაკი უნდა მოვწიოთ ჩვენსკენ, გვეჭიროს, ხელი არ უნდა გაუშვათ და რა თქმა უნდა წყალი უნდა იყოს ამოდიოდეს რეზერვუარიდან. თუ წყალი არ ამოდის, ესე იგი წყალი არ გვაქვს ჩვენ მინის რეზერვუარში. როგორ მოწმდება სიგნალი? სიგნალი მოწმდება დასიგნალებით, თქო დაქოქილ მანქანაზე. შევამოწმოთ მუხურჭის გამართულობა. როგორ მოწმდება მუხურჭის გამართულობა? რამოდენიმეჯერ უნდა დავაჭიროთ, დავაჭიროთ და უნდა გამაგდეს მუხურჭი. დაქოქვის შემდეგ, რა თქმა უნდა დარბილდეს მუხურჭი ნელ-ნელა. გადავწიეთ და დარბილდა მუხურჭი ნელ-ნელა, თქვენ შეაწყვეთ, რომ ფეხი ჩავიდა უფრო ქვევით. ერთიანად სწრაფად თუ ჩავარდა ქვევით, ესე იგი მუხურჭი არ არის გამართული. ხელის მუხურჭის მდგომარეობა გადავხდათ ნეიტრალში, ამოწეული უნდა იყოს ხელის მუხურჭი, მუხურს უნდა აუშვათ ფეხი და მანქანა არ უნდა დაგორდეს. ასევე გარედან მესამე პირის მეშვეობით, მანქანაზე წინა მხრიდან ან უკანა მხრიდან მიწოლით, როდესაც ხელის მუხურჭი ამოწეული გვაქვს და ნეიტრალში გვაქვს სიჩქარე, მანქანა არ უნდა დაგორდეს. ეს არის ხელის მუხურჭის გამართულობა. როგორ მოწმდება საჭე? სანამ დავქოქავთ მანქანას, საჭე უნდა იყოს გამაგრებული თავიდან და შემდეგ რომ დავქოქავთ მანქანას, დაველოდოთ ჩაგვეს ნიშნები. დავქოქეთ მანქანა და საჭე უნდა მოძრაობდეს თავისუფლად უკენ. ანუ დავქოქავ მანქანაზე არის გამაგრებული, დაქოქილ მანქანაზე, რა თქმა უნდა მოძრაობდეს რბილად და მშვიდად. პირველი ნაწილი ეს იყოს, მოდი ჯერჯერობით შეხედეთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ და კომენტარეთ და გადავიღებთ მეორე ნაწილსაც და რა თქმა უნდა უფრო სიახლეებსაც.